გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ერთობიდან ერთწლოვნებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, წამყვანი რუბრიკისა ქართული ცივილიზაციის წვლილი კაცობრიობის ისტორიაში. დღეს ჩვენთან უკვე მეხუთედ სტუმრად არის გერმანიკული ენების და ენათმეცნიერების თეორიის სპეციალისტი ქალბატონი ანა მესხი. მისმა წინა გადაცემებმა უსაზღვრო ინტერესი გამოიწვია მაყურებელში. დღევანდელი გადაცემა იქნება შემაჯამებელი ამ მოკლე ფრაგმენტული სერიისა. ხოლო შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალბატონი ანა კიდევ განაგრძობს თავისი უდიდესი აღმოჩენების წარმოდგენებას ქართული და ქართველი მაყურებლის და საზოგადოების წინაშე. ერთმა ჩემმა მეგობარმა ოდნავ მისაყვედურა, რომ გერმანიკული ენები და ენათმეცნიერება არ ასახავს თურმე იმას, რაც ცოდნია ქალბატონ ანას. და მან მკითხა, რა შეიძლება რომ ითქვას ასირიოლოგიაზე, შუმეროლოგიაზე და ქალბატონი ანას ცოდნაზე ამ მიმართულებით. მე დავეთანხმე ქალბატონო ანა, ეს ალბათ თავიდანვე რომ მეთქვა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან კითხვა გაჩნდა, მოდით აქედან დავიწყოთ. თქვენი ცოდნა კაცობრიობის საწყის ცივილიზაციებისკენ რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას გვიტყვით ამაზე? კარგით, მე რატომღაც ამ შეკითხვას მაინც და მაინც არ ველოდი დღეს, მაგრამ მოგახსენებთ, როგორ დაიწყო მაშინ ზოგადად აი ჩემი ამ საკითხებით დაინტერესება. მე უცხოენების ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოენთა ინსტიტუტში ვასწავლიდი ინგლისური ენის ისტორიას და ეს საკმაოდ რთული საგანი გახლავთ. და იმისათვის, რომ სტუდენტებისათვის ეს ლექციები გამეხალისებინა, დავიწყე რეკონსტრუქციების შეტანა. და მომქონდა ძველი დაწერილობის მქონდა ძველი ინგლისური დაწერილი სიტყვები, ვაკეთებდი რეკონსტრუქციებს სტუდენტებისთვის, ჩავთავდი ხოლმე. მოკლედ დაინტერესებდათ ეს და ამას რომ ვაკეთებდი, გაოცებული ვიყავი, იმიტომ რომ ძველი ინგლისურის ჩანაწერებს რო უყურებდი, გრაფიკულ გაფორმებას, ფონეტიკურ გაფორმებას, ხო? გაოცებული ვიყავი, სულ ქართული სიტყვები ეწერა ფაქტიურად, აი ამ ძველი ასონიშნებით და მე ვთქვი, რომ უნდა გავიგო რატომ არის ქართული სიტყვები ძველ ინგლისურ ენაში და დაწერილი აი ამ ლათინური შრიფტით. რა უნდა ამას აქ? და მე მოხდა ისე, რომ ერთი წლით წავედი ინგლისში, ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და ასწავლიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ენათმეცნიერების ისტორიას ასწავლიდა ის და მან გამიკეთა მოწვევა და წავედი ინგლისში და როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ თურმე იქ ჩემს შეკითხვებზე პასუხები არ არის, არამედ მე უნდა დავდგე და მე თვითონ უნდა უპასუხო იმ შეკითხვებს, რაც ჩემს წინ აი ამ ინგლისური ენის ისტორიის კურსის წაკითხვა მოიტანა. და შემდეგ, როდესაც უკვე რამდენიმე სტატიაც გამოვაქვეყნე გერმანიკული სიტყვების, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართველურ წარმომავლობაზე, მე ვიფიქრე, რომ კი, მაგრამ ინდოევროპული შედარებით უფრო ახალია და აბა იქნება ძველ ცივილიზაციებშიც ვართ ზუსტად ასევე წარმოდგენილი ან ცოტა უარესად, ან ცოტა უკეთესად, მით უმეტეს რომ შუმერულთან დაკავშირებით და შუმერულსა და ქართულის კონტაქტებთან დაკავშირებით რაღაცები უკვე გაგებული მქონდა. გადავწყვიტე, რომ ეს შემესწავლა. ანუ დამეწყო შუმერულით. მიმართე ჩემს ყოფილ პროფესორებს, ვკითხე, რითი დავიწყო, ვერავინ ვერაფერი ვერ მითხრა, ის კი არა მირჩიეს, რომ თავი დაანებეო. სისულელიაო ერთმა მითხრა კიდევაც, არ გინდა ამაზე დროს ნუდაკარგავო, სხვა რამე გააკეთეო. მაგრამ იმდენად დიდი იყო ეს ინტერესი, რომ და აი ეს წამოჭრილი შეკითხვებისათვის პასუხის მოძიება, რომ მე გადავწყვიტე ჩემთვის, ჩემი ასე ვთქვათ, პირადი სურვილების და კითხვების დასაკმაყოფილებლად უბრალოდ მეწარმოებინა კვლევა. სულ არ ვაპირებდი არც გამოქვეყნებას, არც რაღაცის სწავლას, განსაკუთრებულს და ასე, მაგრამ თვითონ როდესაც ვერ ვნახე, ესე იგი ვერ მიმითისდეს იმ წიგნებზე, რითიც მე შემეძლო ეს დამეწყო, ხო? მე გადავწყვიტე, რომ ჩემით გამეკეთებინა არჩევანი და მაშინ ვთქვი, რომ მე ხლა ამ წუთში ვსაუბრობ დაახლოებით 94-95 წლები და მაშინ ვთქვი, რომ ესე იგი მე უნდა ჩავიდე უფრო სიღრმეში, შუმერში,
ფაქტია ის, რომ ენაში თავს იყრის ყველაფერი, კულტურა, არქიტექტურა, რელიგია, სულ ყველაფერი ენით უნდა გამოიხატოს. აქედან გამომდინარე, მე მჭირდება არა მხოლოდ ენათმეცნიერება, არამედ მე მჭირდება რელიგია, მჭირდება ძველი ცივილიზაციები, მჭირდება არქეოლოგია, მჭირდება პალეოგრაფია, სიმბოლიკა და აი ასე 5 წელიწადი ვკითხულობდი მარტო წიგნებს. და აი ამ ყველა სფეროში პირველად რა თქმა უნდა ის გარკვეულწილად რაღაცა არეულად გახოსვეს ყველაფერი თავში, მაგრამ მე თანდათანობით ამან დაიწყო დალაგება და 2000 წლისთვის უკვე ვიფიქრე, რომ ეხლა უკვე არის ის დრო, როდესაც მე შემიძლია დავიწყო წერა და გავიდე საერთაშორისო არენაზე იმ თვალსაზრისით, რომ აი რაც მე უკვე რაღაც გამოიკვეთა რაღაცა კავშირები ქართველსა და შუმერულს შორის, ხედავდი რაღაც კიდევ უფრო სიღრმისეულ, აი რაღაც ფორმულებს ხედავდი, მაგრამ ამას გაცილებით უფრო მეტი მუშაობაც ჭირდებოდა და რა თქმა უნდა ჭირდებოდა კონტაქტები თვითონ ასირიოლოგებთან. და აი ასე 2000 წლიდან დავიწყე ეგრეთ წოდებული რაის კონგრესებზე სიარული. რაი ეს გახლავთ ფრანგულის შესიტყვების შემოკლება არის და ნიშნავს ასირიოლოგთა კონგრესს, ასირიოლოგთა საერთაშორისო კონგრესს, რომელიც იმართება ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ წელს და წამყვან უნივერსიტეტებში, ამა თუ იმ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში. აი ასე დაახლოებით რომ ტყუილი არ გამომივიდეს, ალბათ 17-ჯერ, 18-ჯერ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სანამ ეს კოვიდი გაჩნდებოდა, სულ სისტემატურად დავდიოდი ამ კონგრესებზე და ვცდილობდი, რომ ეს ჩემი მასალა გამეტანა, მაგრამ რას იზავთ? იქ ხან ასე ვთქვათ, მაინც და მაინც ქართულს ვერ ეკიდებიან სერიოზულად, მოდით ასე ვიტყვი. მახსოვს 2003 წელს ინგლისში ვიყავი კონფერენციაზე და ერთ-ერთ წამყვან ასირიოლოგს დავესაუბრე სწორედ ამ ქართულ-შუმერულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და რო გაიგო, დამნები თავი ვითხრა. ხმა აღარ ამოიღო. მეტი არაფერი არ თქვა. ჩვენ ეგ არ მიგვაჩნია სწორ მიმართულებად. კარგით მეთქი უთხარი, რა უნდა მეთქვა, ხო? კარგით მეთქი და აღარ გამიგრძელებია საუბარი, მაგრამ საქმე ის არის, რომ როდესაც ამ კონფერენციებზე გამოვდიოდი, ყველა ისეთი ყურადღებით მისმენდა, იმიტომ რომ რაღაც ახალს იგებდნენ და ამავე დროს შეკითხვისათვის სივრცე არ რჩებოდა, იმიტომ რომ მე უკვე მომზადებული ვიყავი არქეოლოგიაშიც, სიმბოლიკაშიც, რელიგიაშიც, პალეოგრაფიაშიც, ეს ყველაფერი უკვე ვიცოდი და აქედან გამომდინარე რაღაც ერთ საკითხს რო ვიხილავდი, ყველა აი ამ ასპექტში გავდიოდი და ყველა აი ამ ასპექტით ვამოწმებდი და პრაქტიკულად უკვე კითხვა აღარ რჩებოდა და აი ასე თანდათანობით კი გავიტანე, ასე ვთქვათ, ეს მასალა გარეთ, მაგრამ იციან რომ ვიღაც მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ თავისთავად ისინი რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგნი არიან, იმიტომ რომ ეს რომ აღიარონ, მაშინ აღმოჩნდება რომ მთელი დაახლოებით 200-250 წლის განმავლობაში რაც ასირიოლოგია როგორც ასეთი როგორც მეცნიერება არსებობს და იგი დაარსდა იმისათვის რომ გაეგოთ საიდან მოდის კაცობრიობა, მისი ფესვები საიდან მოდის და აქედან გამომდინარე, როდესაც ამაზე შენ პასუხი არ გაქვს ამდენი საუკუნის მერე, მაშინ რა მეცნიერებაა? შენი მეცნიერება, რისთვის ასე ვთქვათ, დაგაფინანსეს, რისთვის დაგაარსეს, ახლა ძალიან ბევრი პროექტები ტარდება, ასრულებენ ხოლმე დასავლეთელები და მინდა აქვე აღვნიშნო, მე არ მინდა რომ მათი შრომა რაღაცით დავაკნინო, ან მათი, როგორ გითხრათ, დამოკიდებულება, იცით რატომ? ძალიან ძნელია, როდესაც გაზრდილი ხარ რაღაც გარკვეულ სტანდარტებზე, რაღაც გარკვეულ ცოდნაზე, აი აქედან გადახრა და გასვლა ძალიან ძნელია, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეს და საკუთარი თავისადმი მოითხოვს უაღრესად დიდი, როგორ გითხრათ, აი დიდი მოთხოვნების დაყენებას. იმიტომ რომ ის შენ ფაქტობრივად ებრძვი, უკვე გამოდის რომ შენ საკუთარ თავს ებრძვი, როდესაც ეს ყველაფერი ისწავლე ასია და
უცებ გეუბნებიან, რომ არა ეს ასე არ არის, აი ამის გადაბიჯება, ხო, ამის გადალახვა ძალიან გაუჭირდათ. მით უმეტეს ახლა იქ ძალიან ბევრი ისეთი გამოჩენილი არ მინდა სახელებით ვახსენო ახლა ისინი, მაგრამ ძალიან დიდი ადამიანები არიან. გაკეთებული არაჩვეულებრივი შუმერული ლექსიკონი, რამოდენიმე 6 თუ 7 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ახლა მეორე ვარიანტი გამოვიდა. არაჩვეულებრივი მასალები დევს ინტერნეტში, ვისაც აინტერესებს შუმერული შესწავლა, აქადური შესწავლა, ზოგადად ლურსმული დამწერლობის და ასე შემდეგ. ეს ძველი ცივილიზაციების ზოგადად კოლოსალური შრომა ჩაატარეს. მაგრამ სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ როდესაც აი გეუბნებიან, რომ აი არსებობს ასეთი ფორმულა, ლექსიკოგრაფიული ფორმულა, მე მას ლექსიკოგრაფიულ ალგორითმს უწოდებ, რომელიც ყველა ასირიოლოგისათვის ცნობილი ფაქტია. და ეს ალგორითმი იკითხება შემდეგნაირად. ასო ნიშანი ეს იკითხება როგორც მ, როდესაც ის ნიშნავს რს. აი ეს, ანუ პირდაპირ პირობა გაქვს მოცემული. აი ეს იმ შემთხვევაში განხორციელდება აი ამ სიტყვის სწორი წაკითხვა. თუ ის ამ მნიშვნელობის მატარებელია. ან და კიდევ პირუკუ ვარიანტებიც არის ხოლმე და ამით იმის თქმა მინდა, რომ აი ეს ფორმულა რომელსაც კიდევ გავიმეორებ, ლექსიკოგრაფიულ ალგორითმს ვუწოდებ, შუმერებმა გამოიყენეს პირველი ლექსიკონების შექმნისათვის. აქ მინდა მოგახსენოთ, რომ ლექსიკონების შექმნის კულტურა ევროპაში ძალიან ძველია. ეს უკაცრავად ძალიან ახალია და ჩვენ აქ საუბრობთ მონოლინგვურ ლექსიკონებზე. აი როგორც ქართული განმარტებითი ლექსიკონი რო ავიღოთ, ხო? მაგრამ იქ სიებია. თიხის ფირფიტები დაყოფილია ზოლებად, თითოეულ ზოლში თითოეული ზოლს მერე ჰორიზონტალური ხაზი გასდევს და თითოეულ უჯრაში ჩაწერილი არის თითო სიტყვა. მაგრამ ამ სიტყვას განმარტება არ მოსდევს. უკვე მოგვიანებით, როდესაც უკვე აქადურ ენამ, ასე ვთქვათ, დაიწყო ეს შუმერული სათვისება და ამ ლექსიკონების გამოყენება, თავის და სასარგებლოდ, იმიტომ რომ შუმერული უნდა ესწავლა მას, ხო, რომ ზოგადად აი ამ დამწერლობის კულტურას ზიარებოდა, აქედან გამომდინარე მათ დაიწყეს უკვე თავისი საკუთარი ენით ამ სიტყვების ფონეტიკურად გაფორმება. მაგრამ ეს სიტყვები ზუსტად ფონეტიკურად ვერ ფორმდება თუ ქართული არ იცით. აი როგორც კი ქართულს ჩასვავთ, იქ ხო ეს მექანიზმი, რომელიც 250 წლის განმავლობაში აი ესე დევს, აბსოლუტურად უმოქმედოა, უცებ დაიწყებს მუშაობას და ატრიალებს ამ სიტყვას ყველანაირად და გეუბნება როგორ უნდა წაიკითხო, გეუბნება რა სტრუქტურისაა ეს სიტყვა, გეუბნება რა მორფემებისაგან შედგება. აქედან გამომდინარე რა კლასიფიკაცია უნდა მოახდინო ამ მორფემების და ყველაფერი, ესე იგი, მთელი ლინგვისტური მონაცემები, რისთვისაც ენათმეცნიერები თავს იკლავენ ხოლმე, რომ გაარკვიო, ხო, ანალიზის დროს, სულ ყველაფერი უცებ გეძლებათ. ეს არის საოცრება და ეხლა ერთ მაგალითს მოვიყვან, ხშირად მომყავს, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მაგალითია და ძალიან თვალსაჩინო. ერთ-ერთი ასეთი ლექსიკონი, მონოლინგვური ლექსიკონი, რომელიც ეკუთვნის აი პირველი ასონიშნების გაჩენასთან ერთად გაჩნდა ისიც, იქ არის მოცემული ერთი ნიშანი, რომელიც იკითხება როგორც კაკალა. და კაკალა რომ იკითხება, მერე უკვე ნიშნულობა აქვს მითითებული, რომ ესო რაღაც მცენარეს ნიშნავსო. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ქართველი ნებისმიერი განათლების მქონე პირველი კლასიდან დაწყებული ბოლომდე მას უთხრა რა არის კაკალა და იმან არ გითხრას რომ ეს არის კაკალი. ხო? აი ასე იშიფრება. ნუ მე კიდე ვიხსნება ქვევით თვითონ ეს სიტყვა ეს კაკალა საოცარი რაღაც არის კომპოზიტი სინამდვილეში თხზული სიტყვაა და როგორ ჩადის ის ქვევით და სულ ბოლო ელემენტები როგორ დადის, მაგრამ თავისთავად პირველი რეაქცია ქართველის არის ის რომ ვიმე ღმერთიში ეს ხო კაკალაა.
ხო, კაკალია, მცენარია, კი ბატონო, მცენარია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე უგულა, რომელიც შუმერულში მაგალითად ზედამხედველს ნიშნავდა და ზედამხედველი ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს მკაცრი და უნდა იყოს უგულო და აქედან გამომდინარე უკვე სახელი, ანუ ეს თვისება, ხო, მეტაფორულად გადავიდა უკვე და გახდა ადამიანის ასე ვთქვათ საქმიანობის აღმნიშვნელი. ასეთი სიტყვები ძალიან ბევრია. უგულა შედგება, მე მახსოვს თქვენი ზეგნიდან 3 ნაწილისაგან და ყველა მისის რომ ეს ერთი მარცულის ერთი ძირის სიტყვაა და არა და 3 ძირისგან შედგება. კი. გულ და ა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. 3 მორფემა შედის მასში. აქ შეიძლება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უბრალოდ აღვნიშნო, იმდენად რამდენადაც გილგამეში ყველასთვის ცნობილი პიროვნება იყო, ასე ვთქვათ. ეხლა საუბარია იმაზე, რომ ეს ისტორიულადაც ეს პიროვნება ისტორიული პიროვნება იყო. გილგამეშის სახელი იწერება 7 განსხვავებული ფორმით. ეს კი იმას და გამოითქმის განსხვავებულად. ეს კი იმას გეუბნებათ უკვე შუმერული დამწერლობა, რომ ჩვენ სულ 7-ვე დაწერილობა უნდა შევისწავლოთ და 7-ვე გამოთქმა უნდა შევისწავლოთ. მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი მთლიანი ინფორმაციის ამოღება სახელიდან გილგამეში. ანუ ეს ძალიან რთული პროცესია თავისთავად, მაგრამ როდესაც იცი ეს მეთოდიკა, რა მეთოდიკითაც შუმერები სიტყვებს წერდნენ, სახელებს არქმევდნენ, მრავალფეროვანია ძალიან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ვარიაციას გაძლევენ, მაგრამ როდესაც იცი როგორ უნდა გააკეთო ეს და მე სიტყვას თვითონ მიყევ ხარ, თითქონ კარნახობს, სად უნდა წახვიდე, რა უნდა გააკეთო, ეს მორფემისკენ უნდა წახვიდე, ანუ სტრუქტურისკენ უფრო უნდა წახვიდე, სემანტიკა უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თუ რა ის ნიშანი რას გეუბნება, როგორი ფორმით არის იგი გადმოცემული და ასე შემდეგ. ეს საოცარი სამყაროა საერთოდ ეს შუმერული დამწერლობა და მას ასევე ეძახდნენ სხვათა შორის. შუმერული დამწერლობა არ ერქვა. შუმერულ დამწერლობას ერქვა შუმერული დამწერლობის ხელოვნება. და ეს მართლაც ხელოვნებაა, როდესაც შენ ჩადებული გაქვს და კოდირებული გაქვს უამრავი უზარმაზარი ინფორმაცია, როგორც ვარიანტებში და წერილობის ვარიანტებში, ასევე გამოთქმის ვარიანტებში და ამას ყველაფერს კიდევ ემატება, რა თქმა უნდა, თვითონ იმ პიროვნების ის თვისებები, რომელიც უშუალოდ ტექსტშია უკვე მოცემული და როდესაც უკვე ქართულზე ჩადიხარ, აი ამ ყველაფერს, რაც კი მოცემული გაქვს შენ შუმერულში, ემატება ქართული ეტიმონიდან წამოსული უზარმაზარი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე იკვრება ეს დიდი შუმერულ-ქართული სისტემა, რომელიც ყველაფერზე გელაპარაკებათ ვინ იყო გილგამეში, გელაპარაკებათ იმაზე თუ რა ერქვა, გელაპარაკებათ რა იყო მისი ეთნიკური წარმომავლობა, ვინ იყო და ასე შემდეგ, რა ვიცი რომელ ერთი გითხრათ. უბრალოდ ეს ეხლა მაგალითის სახით მოვიყვანეთ, თორე ასეთი ძალიან ბევრია და შეიძლება ეხლა ერთი პატარა და საინტერესო ექსპერიმენტიც ჩავატაროთ ჩვენს მკითხველთან. ეხლა მე თქვენ გამოვთქვავ სიტყვას, რომელიც შუმერულად იწერება, გეტყვით მის მნიშვნელობას და დარწმუნებული ვარ, იმ წუთშივე მიხვდებით თუ რომელი სიტყვიდან მოხდა ამ სახელის გადატანა. შუმერულ ენაში არსებობს სიტყვა კისერ და იგი ნიშნავს თმის ვარცხნილობას. როგორი თმის ვარცხნილობა უნდა იყოს ეს? რომელიც გადევს კისერზე, ხო? და ქალები ატარებდნენ აი აქ შეკრულ თმას, რომელიც კისერზე ედოდა სხვათა შორის, არა მხოლოდ ქალები, არამედ პატესები, ანუ მეფე მღვდლები, თუ შეიძლება ასე უბრალოდ მეფე ქურუმები. მათაც ასეთივე ის ჰქონდათ, რა ქვია, თმის ვარცხნილობა. თქვენ ნახავთ, აი აქ უკან არის ხოლმე ეს თმა შეკრული პირდაპირ კისერზე. ამიტომ თვითონ კისრიდან ამას მეტონიმური გადატანა ქვია ზედაპირზე
ზედაპირისა და მასზე დადებული საგნის ურთიერთობა. აი ამ ურთიერთობის საფუძველზე კისრიდან მოხდათ მის ვარცხნილობაზე მნიშვნელობის გადატანა. ასეთი რა თქმა უნდა უამრავი მაგალითის მოყვანა მახსოვს კოლეგებიდან კიდევ ჭაღარათმასთან დაკავშირებით ჭაღარას ნიშნავდა ესეც რომ შემთხვევითობა არ ეგონოთ ეს კი ისე მეორეც უთხრათ მაშინ მაყურებელს კი ბატონო ხო თმასთან კავშირი აქვს და იმიტომ კი ბატონო საქმე იმაშია რომ ჭაღარ იყო უпростоრად ეს იყო ასაკთან დაკავშირებული ასაკთან იყო დაკავშირებული კი ბატონო ეს იყო ღვთაება ასაგუ ან ასაკუ მოდით ასე ვთქვათ და ეს იყო ავადმყოფობისა და სიკვდილის ღვთაება ამიტომ მისი ძალიან ეშინოდათ ხოლმე ამ ასაგუს და როდესაც ეს სიტყვა გავშიფრე და როდესაც უკვე ნუ პირდაპირ გეუბნება რომ ასაკი ვარო და ეხლა ასაკი რომ ნამდვილად არის ავადმყოფობისა და სიკვდილის ღმერთი ხო ამაზე ხო ორი აზრიც არ არსებობს აქედან გამომდინარე ჩვენ აქაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს უკვე ფუნქციის მნიშვნელობა გვაქვს თუ შეიძლება ასე ითქვას ასაკის ფუნქცია რა არის უნდა დააბეროს ხო ადამიანი და უნდა დაავადყოფოს აი ასეთი მნიშვნელობებით გადადის ხოლმე ეს ქართული მნიშვნელობები შუმერულში და ამათი ამოცნობა იცით თუ თავიდან მიყვებით აი რაღაცნაირად ალღო თუ აუღე მერე პრინციპში არ არის რთული ამის გაკეთება. ნუ რა თქმა უნდა მუშაობა და კითხვა ჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამის ასე ვთქვათ გაკეთება მე ვფიქრობ რომ ძალიან რა ვიცი ალბათ ბევრი ადამიანი შეძლებს. საინტერესო ამბავი მინდა მოვყვა ახლა ალბათ სულ არ ვაპირებდი ამას, მაგრამ ჩემს მეგობრებთან ვიყავი. ამ პიროვნებას უმაღლეს დამთავრებული არ აქვს და არაფერი და საუბრობდით უბრალოდ აი ამ შუმერულზე, ქართულზე როგორ გადადიოდა სიტყვები და უცებ მეუნება. გეხვეწებ ერთი მითხარიო, ესა ჩვენ რომ ანგლისი გვაქვს, ესეც შემთხვევით ინგლისი ხო არ არისო. ანუ იცით ეს რა გაგებით არის საინტერესო რომ აი რაღაც უკვე ენობრივი გადასვლა, ხო ფონეტიკური გადასვლა ამ პიროვნებამ თვითონ მოახდინა საკუთარი ენის ფონეტიკური სისტემიდან გამომდინარე. ეს ჩვენ მოცემული გვაქვს, ეს ჩვენ მზამზარეულოდ გვაქვს თავში მოცემული და აქედან გამომდინარე, როდესაც სხვა ენებზე დაწერილ ქართულ სიტყვებს ნახულობ და ეს მართლაც ასია, იმისი ამოცნობა თქვენ არ გაგიჭირდებათ. აიღეთ ნებისმიერი ქართული სიტყვა და დაწერეთ ლათინური შრიფტით, დაწერეთ თუნდაც ჩინური იეროგლიფებით, დაწერეთ თუნდაც სლავურად, რა ვიცი, რომელ ენაზეც გინდათ, ხო მაინც მიხვდებით, რას წერთ და პირიქით იმას გააფორმებთ კიდევაც თქვენი ქართული თანხმოვნებით და თუხმოვნების მეშვეობით ეს სწორედ არის ის საფუძველი და ის საძირკველი რომელიც ჩვენ წინაპრებისაგან გადმოგვეცა და ის ჩვენ სისხლში დადის უბრალოდ ამას ვერავინ ვერ წაიღებს ვერავინ ვერ წააგვართმევს რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ქართველებმა თვითონ უნდა გამოვიყენოთ ის რაც ჩვენ სისხლში დადის და უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ენის ჩვენი დამწერლობის რა თქმა უნდა წამოსაწევად და მის სასარგებლოდ. არ ვიცი, რამდენად ცოტა გამიგრძელდა პასუხი ალბათ, მაგრამ უზურპასეს ინფორმაცია ქალბატონო ანა, ეს ძალიან საინტერესო იყო მართლა, იმიტომ რომ კითხვა დამისვეს მართლაც. სად გერმანიკული ენები და სად შუმერული სურათხატოვანი დამწერლობა, რომელიც ასეთი სიმარტივი და გასაგებად აუხსენეთ უყოლას, რას ნიშნავდა ყალიბი, როგორ იწერებოდა და როგორ გარდაიქმნებოდა ის შინაარსობრივად ქართულში. ასე რომ მადლობა უკაცრავად გაწყვეტინებთ, იმასაც ვიტყვი რომ იმდენად დიდი სურვილი მქონდა შუმერული სწავლის, რომ 58 წლის ასაკში შესაძლებლობა მომცა სხვათა შორის ეს იყო ზუსტად აგვისტოს 8 აგვისტოს როდესაც ჩვენთან ეს საშინელი ომი რომ დაიწყო ზუსტად მაშინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა აი ამ ასირიოლოგიური კონგრესებიდან მომწერა რომ შუმერული სწავლა გინდოდაო ჩვენთან ჯგუფი იხსნებაო ეხლა სამი კაცი უკვე მყავსო და შენც თუ გინდა ჩამოდიო და ეს რა ქვია ჯგუფში ჩაირიცხეო ეს ის პერიოდი გახდათ როდესაც ჩემი ვაჟი იქ სწავლობდა
და სწავლობდა და თან მუშაობდა ამერიკაში და თანაც იყო ბოსტონში, ანუ იქვე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი, ეს პიოტრ სტეინკელერი იქ მუშაობდა ზუსტად და მახსოვს მაშინ მე ძალიან მიჭირდა წასვლა ამ ომის პერიოდში და რაღაც და ასე მეგონა რომ ჩემს ქვეყანას ვღალატობდი ასეთ პერიოდში რომ ვტოვებდი და უნდა წავსულიყავი შუმერული სასწავლად. ხო და ისე კარგად მახსოვს ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ბიჭმა ამიღეს ბილეთი და მითხრეს ადექი ახლა ამდენი წელიწადი ელოდებოდიო ამ წერილსა და ადექი ახლა და წადიო და აი ასე ვისწავლე შუმერული 58 წლის ასაკში. დამწერლობას მათ შორის. მას შორის დამწერლობას რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო იყო ქალბატონო ანა. ჩვენ შეგვიძლია რომ შევაჯამოთ წინა 4 გადაცემას, დაუბრუნდეთ იმ თემებს, რასაც შევეხეთ, ძირითადი თემა იყო მაინც ქართული ანბანური სისტემა და კიდევ სხვა თემებიც ახლდა მასთან და გავაგრძელოთ შეიძლება წინა გადაცემების ამ შემთხვევაში, ხო უკვე? რეზუმეს სახით. დაუბრუნდეთ ამ დიდ თემას. სანამ უშუალოდ ჩვენს მიერ განხილული მასალის დასკვნების მიმოხილვაზე გადავიდოდეთ მის კლასიფიკაციაზე და კიდევ რამოდენიმე ახალ დასკვნასაც შემოგთავაზებთ, მე მსურს მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია. მე მინდა რომ ეს ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვა საერთოდ პატარა სერიის ეს დასასრული ბოლო ლექცია მიუძღვნა ქალბატონ ლალი ჯოხაძეს. ეს ქალბატონი გახლავთ ინგლისური ენის არაჩვეულებრივი სპეციალისტი, მთარგმნელი, იგი მან გადათარგმნა დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი ინგლისურად არაჩვეულებრივი ინგლისური ენით, რომელმაც დაიმსახურა ძალიან ბევრი შექება უშუალოდ ინგლისელი სპეციალისტებისაგან. მანვე გადათარგმნა უამრავი ვაჟა-ფშაველას მოთხრობა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და მე მინდა მოგახსენოთ, რომ ის ფაქტი, რომ მე დღეს შემიძლია ჩემ თავს უწოდო მეცნიერი და რაღაც კვლევები ვაწარმოო, ძალიან დიდი დამსახურება მიუძღავს ამ ქალბატონს. და აი როგორ. როდესაც დავამთავრე მაგისტრატურის ტოლფასი 2 წლიანი კურსები სპეციალური უმაღლესი სასწავლებლებისათვის მოსკოვში, მაშინ იქ ერთმა ჩვენი კომისიის უпростоრად თავმჯდომარემ იყო ასეთი ლექსიკოლოგიის სფეროში მუშაობდა ეს პიროვნება, არაჩვეულებრივად განათლებული და კარგი სპეციალისტი ალექსანდრე ალექსანდრეძე სანკინი, რომელმაც შემომთავაზა მასთან მუშაობა, რომ დისერტაცია გამეკეთებინა, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაახლოებით 4 წლის მუშაობის შემდეგ, როდესაც უკვე დისერტაცია გამზადებული მქონდა და უნდა წავსულიყავი უკვე მოსკოვში იმისათვის, რომ მას მთელი ნაშრომისთვის გადაეხედა იქ რაღაც რჩევები იქნებოდა და ასე შემდეგ, მითხრეს, რომ იგი ძალიან ცუდად იყო და რამოდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ისე რომ მე პირველი დისერტაცია ვერ დავიცავი. ამის შემდეგ რა თქმა უნდა მე თბილისში უკვე მუშაობდი ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და ქალბატონი ლალი ჯოხაძე იქ მუშაობდა სწორედ. რა თქმა უნდა ყოფილი სტუდენტი, ყოფილი მასწავლებელი, ახლა უკვე კოლეგა, საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ კიდევ უფრო ახლოს უბრალოდ კიდევ უფრო დავახლოვდით იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ცხოვრობდით ერთმანეთთან და ინსტიტუტიდან ფეხით მოვდიოდით ხოლმე, იპოდრომს გადავკვეთავდით ხოლმე, ქალბატონი ლალი იყალთოს გორაზე ადიოდა, მე საბურთალოს ქუჩას გავუყვებოდი ხოლმე და მთელი აი ეს დრო სულ საუბრობდით ჩვენს პროფესიონალურ პრობლემებზე. საუბრობდით ინგლისურზე, ქართულთან ურთიერთობაზე, სტუდენტებზე როგორ ვასწავლოთ უფრო უკეთესად, აი თარგმანის ელემენტები როგორ შევიტანოთ, როგორ გავუადვილოთ ქართულ სტუდენტებს მუშაობა. სულ ასეთ საკითხებზე მუშაობდით და ერთხელ რომ მოვდიოდით, ისე კარგად მახსოვს, იპოდრომის შუაში ვიყავით უკვე მოსული და უცებ ქალბატონი ლალი მეკითხება. ანა დისერტაციას რატო არ წერო? მე ვუთხარი დავწერე მეთქი, მაგრამ ვერ დავიცავი. და რაში დაწერეო? მე ვუთხარი ლექსიკოლოგიაში სანკინთან თქო. მე ვუთხარი ვერ დავიცავი, ის გარდაიცვალა და მაშინ ასეთი წესი იყო, რომ თუ სხვა სპეციალისტი იმავე სფეროში არ იყო შენი ხელმძღვანელი, სხვა დავუშვათ ერთი გარდაიცვალა, მეორეს უნდა ეხელმძღვანელა შენთვის, ამ შემთხვევაში და თუ არ აგიყვანდნენ, მაშინ დისერტაციას ვერ იცავდი. მე ვუთხარი აი ესე მოხდა, არავინ აღარ აღმოჩნდა მეთქი და დავრჩი ასე და ამ დროს მეუბნება ქალბატონი ლალი.
მე შენ გიხემძღვანელებ. ოღონდ მე ოღონდ შენ უნდა ლექსიკოლოგინა მთელი სფერო უნდა შეიცვალო. მე ვუთხარი შევიცვლი მეთქი რომელ სფეროში გადმოვიდე. ტექსტის ლინგვისტიკა მითხრა და გადმოვედი ტექსტის ლინგვისტიკაში 2 წლის განმავლობაში. ეს იყო როგორ გითხრათ, როგორ აგიწეროთ, არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, კოლეგების, მეგობრების, აი მეცნიერებით ანთებული 2 ადამიანის ერთდროული მუშაობა. და კიდევ ერთი რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არ დამაბიწყდება. ეს ის პერიოდი გახლავთ 80-იანი წლების უკვე ბოლო წლები იყო, როდესაც საკმაოდ ძვირი იყო თემის დაწერა, მასზე მუშაობა ყველანაირად და ქალბატონ ლალის ჩემგან არც ერთი კაპიკი არ აუღია. მას არანაირი ფინანსური დაინტერესება ჩემთან დაკავშირებით არ ჰქონდა. არა მარტო იმიტომ, რომ იცოდა, რომ გარკვეულწილად მიჭირდა იმ პერიოდში, მაგრამ არა მარტო მაგრამ არამედ იმიტომაც, რომ იგი უბრალოდ თავის თავს ვერ აკადრებდა ამას. იმდენად პატიოსანი და იმდენად კარგი პიროვნება გახდათ. და მართლაც 1990 წელს ქალბატონი ლალის ხელმძღვანელობით მე დავიცავი დისერტაცია და ფაქტობრივად ჩემი საკანდიდატო დისერტაციის ხარისხით მე მომეცა იმის საშუალება, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მქონოდა ბილეთი, რომლითაც შევდიოდი აკადემიაში, შევდიოდი კვლევით სფეროში, სამეცნიერო სფეროში და ვაკეთებდი იმას, იმ კვლევებს ვაკეთებდი, რა კვლევებიც მიტაცებდა და მაინტერესებდა, რა კვლევებიცაც მე და ქალბატონი ლალი ერთად განვიხილავდით ხოლმე და ასე შემდეგ. აი ესეთი არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მომართული იყო სიკეთეზე, რომ სიკეთე ეკეთებინა, მას არანაირი ფინანსური დაინტერესება არასდროს არაფერში არ ქონია, მხოლოდ და მხოლოდ დახმარება, მიხმარება, როდესაც ხედავდა, რომ ადამიანი მუშაობდა. აი ასეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი სამწუხაროდ გამოაკლდა ჩვენს რიგებს გუშინ საღამოს. და დღეს ამიტომაც არის, რომ აი ეს ჩემი საუბარი მინდა ქალბატონ ლალის ნათელხსოვნას მიუძღვნამ. და ახლა უკვე გადავალ უშუალოდ თემაზე, რომელშიც ჩვენ მოვახდენთ ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნების რეზიუმირებას, გარკვეულწილად მათ კლასიფიკაციას და ამავე დროს შემოგთავაზებთ რამოდენიმე ახალ დასკვნას, ამ დასკვნებზე დაყრდნობით და ცოტა უფრო ღრმად შევალთ ქართული დამწერლობის ფესვებში. მაშასე გავიხსენოთ ახლა ჩვენი საუბრების თანამიმდევრობა, ხო თემატიკა. პირველად ჩვენ გქონდა პირველ საუბარში ჩვენ განვიხილეთ ის ისტორიული წყაროები, რომლებიც გარკვეულ ტრადიციას ქმნიან ქართული დამწერლობის შესახებ და აქედან გამომდინარე პირველად ჩვენ ვახსენეთ ლეონტი მროველის ცნობა ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შემოღების შესახებ, მეორე ეს გახლდათ სულხან-საბა ორბელიანის შეხედულება ფარნავაზის მიერ გატარებულ რეფორმაზე, მესამე ეს იყო მატიანე შემეცნებათა, ხოლო მეოთხე კი ქართლის ცხოვრება ანასეულის ვარიანტი, სადაც საუბარი იყო პირველ ფუძისეულ ენაზე და გაგახსენებთ სახელს, ამ პირველ ფუძე ენას ეწოდებოდა ასურებრივი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მეოთხე წყაროზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენი არც განგვიხილია, მაგრამ აი პირველ სამთან დაკავშირებით კი ჩვენ რა თქმა უნდა დღეს უკვე გარკვეულ დასკვნებს წარმოვადგენთ. მაშასე რა გავიგეთ ჩვენ ფარნავაზის მიერ ჩატარებული რეფორმის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ფარნავაზს უშუალოდ ანბანი კი არ შეუქმნია, ცალკეული გრაფემები კი არ დაუწერია, არამედ მას რაღაც გარკვეული ბაზა, როგორც ჩანს, ჰქონდა ასონიშნებისა და ეს ბაზა შედგებოდა როგორც ხელით ნაწერი ასონიშნებისაგან, როგორც ლეონტი მროველი ამბობს, ხო? ასევე ხელით არა წერილი ასონიშნებისაგან და ფარნავაზმა გამოჰყო მხოლოდ ისინი, რომლებიც ხელით იყო ნაწერი და ის თავისი მხედრობისათვის, ანუ ერისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, განაწესა. მაგრამ რაც შეეხება მეორე ანბანს, რომელიც იქვე არის, ხო, ნახსენები, ხუცური ანბანი,
ამბანი, აი ეს ხუცური ამბანი, სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით, აი ეკუთვნის თუ არა იმ ხელით დაუწერელ ასონიშნებს, თუ გქონდა ჩვენ კიდევ სხვა ასონიშნები, რომლებიც ხელით დაუწერელი იყო. აი ეს მომენტი ჯერ კიდევ გასარკვევი მონაკვეთი გახლავთ. მაგრამ ჩვენ დადასტურებით ვიცით უკვე ის, რომ ძველი წელთა აღრიცხვის 284 წელს ფარნავაზმა ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად. ეს არის უსაზღვროდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ენა გამოცხადებული არის სახელმწიფო ენად. ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით 2117 წელს თუ რაღაც ასე გამოვითვალე. 2000 წელზე მეტია. ასეთი რამე როგორც მაშინაც თქვით, არცად არ ფიქსირდება. არც ერთ ერში არ ფიქსირდება, მაგრამ რატომ მაინც და მაინც 284 წელს? ხომ საინტერესოა ესეც. როგორც ბატონმა რამაზმა გამოიკვლია, თურმე ეს პერიოდი ყოფილა მეათე მოქცევის დასასრული. ეს ყოფილა 532 წლიანი ციკლის მეათე მოქცევის დასასრული და აქ მე მინდა მოგახსენოთ ციფრი 10-ის ეზოთერული მნიშვნელობა. ეზოთერული მნიშვნელობა ციფრი 10-ისა გახლავთ თვისებრივად განსხვავებული ფენომენი, ან თვისებრივად განსხვავებული რაიმე მოვლენა, საგანი, ადამიანი და ასე შემდეგ, რომელიც ყველა წინა 9 ნიშნისაგან განსხვავდება. რაც უკვე თავისთავად მიმითითებს იმაზე, რომ ლეონტი მროველის უკაცრავად ფარნავაზის მიერ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება 284 წელს შემთხვევით არ მომხდარა და რომ ეს მართლაც შემთხვევით არ მოხდა, ამას მე უკვე ხალეფის ზეინფორმაციული ჯგუფიდან ერთ-ერთი არქეტიპი მეუბნება და ეს არქეტიპი გაგახსენებთ იყო ხარება, რომელიც წარმოადგენდა არა მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ აგრეთვე წარმოადგენდა ახალი წლის დასაწყისს, წარმოადგენდა ათვლის ნულოვან ფაზას და ასე შემდეგ და ეს ციფრი იყო 25 მარტი. აი ეს 25 მარტი, როგორც ჩანს, კატასტროფიული მნიშვნელობების მატარებელი ციფრი ყოფილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ფარნავაზმა სწორედ იმიტომ გამოაცხადა ეს რეფორმა 284 წელს, რომ აქ თავს იყრიდა ძალიან ბევრი გასაიდუმლოებული, კოდირებული ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პირველი და საინტერესო და ახალი დასკვნა, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფარნავაზის მიერ ძველი წელთა აღრიცხვის 284 წლის 25 მარტს ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება. ანუ ჩვენ ახლა ვიცით, არა მხოლოდ მისი წელიწადი, არამედ ჩვენ ვიცით ზუსტი თარიღიც კი, როდესაც ფარნავაზს ეს უნდა გაეკეთებინა. ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან მე ვიცი, რომ ქართული ასომთავრული ერთი ხელით შუმერულს წვდება, შუმერულ დამწერლობას, მეორე ხელით ფინიკიურს, მათ ერთ სისტემად აერთიანებს, მე უნდა ვივარაუდო, რომ ეს 25 მარტი ალბათ იქაც რაღაც გარკვეულ როლს ასრულებდა და რომ ეს მართლაც ასია, ამას მოწმობს ბატონო დავით, თქვენ რომ სურათი გაქვთ, აი ეს დავდოთ აქ. და ეს რომ მართლაც ასია, ამას მოწმობს აი ეს ნიშანი, რომელსაც თქვენ ახლა აი ამ ილუსტრაციაზე ხედავთ, როდესაც შამაში, ანუ მზის ღვთაება იმას კოდექს აძლევს, წარმოგიდგენიათ მეფის სახელი დამამსა ყველათვის ძობელი მეფე. კარგით, არა უშავს გამახსენდება. და აი ეს ნიშანი, რომლის სახელიც ასირიოლოგებმა სამწუხაროდ არიციან და მას ჯოხსა და რგოლს უწოდებენ, იმედი მაქვს ჩვენ მომავალში ამ საკითხს დაუბრუნდებით, ეს გახლავთ ქართული ასომთავრული დონის უყელო, ასომთავრული დონის გაზაფხულის
ბუნიობის აღმნიშვნელი სიმბოლო. ანუ აი ეს 25 მარტი, რაზედაც ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ, აი ეს 25 მარტი ზუსტად აი ამ სიმბოლოში არის გამოხატული და ეს სიმბოლო არის შუმერების ღვთაებრივი და სამეფო სიმბოლო. ყველა ღმერთს ეს სიმბოლო უკავია, ყველა დიდ მეფეს ეს სიმბოლო უკავია და ეს სიმბოლო კიდევ ერთხელ ვიტყვი, გახლავთ ქართული ასომთავრული დონის ერთ-ერთი ვარიანტი. უბრალოდ ამაზე მეც ვეღარ ვიტყვი, თავისთავად უზარმაზარი თემა გახლავთ. ახლა მაინც ვანახოთ ქალბატონო ანა დონი, ესე იგი აქ ჯოხი და რგოლი ვერტიკალურადაა, ხოლო ჩვენთან დონი ამ შემთხვევაში ეს ყელიანი დონია, კი ბატონო, ეს ყელიანი დონია, მაგრამ ყელიანი დონის გარდა ჩვენ აგრეთვე ქონდა უყელო დონი. აი ეს პატარა ვერტიკალური ხაზი არ ქონდა მას და იგი პირდაპირ იჯდა, ეს მაპატიეთ ჰორიზონტალური ხაზი პირდაპირ წრეზე იჯდა და აი ეს ფორმა არის სწორედ აქ, უბრალოდ აქ ცოტა სხვა ვარიანტია მოცემული. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მზის ბრუნვაზე, ეკლიპტიკაზე და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ასტრონომიაში გადავიდეთ ახლა და ამიტომ ამისი საშუალება დრო არ მგონია ახლა გქონდეს, მაგრამ მომავლისათვის რა თქმა უნდა აი ამ საოცარ სისტემას ქართული ასომთავრული დონისას რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით. ახლა რაც შეეხება 25 მარტს, ხო ჩვენ ვთქვით რომ აი ეს 25 მარტი აღმოჩნდა რომ ყოფილა თურმე ის თარიღი, როდესაც ქართული ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად. მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი ფრიად საინტერესო ფაქტი და ეს ფაქტი უკვე ჩვენ გვაკავშირებს მეორე წყაროსთან, ანუ სულხან-საბა ორბელიანის გამონათქვამთან, როდესაც იგი ლაპარაკობს განრკვეულობაზე. ჩვენ უკვე ასე იგი ვხედავთ, რომ ეს განრკვეულობა საბას ტყუილად არ უხსენებია. ფარნავაზმა რაც გააკეთა, მართლაც განარკვია, როგორ თქვა, გამოიტანა ცალკე ეს ასონიშნები, ხელით წერილები, გამოიკლია, განსაჯა, რომ ისინი უნდა ყოფილიყო და ცალკე სისტემად ჩამოაყალიბა, მაგრამ ეს განრკვეული სიტყვა საბას მიერ ნახმარი აგრეთვე ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული მატიანე შემეცნებათასთან, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ გარკვეული ასონიშნები ხელით წერილი ყოფილა და გარკვეული კი არა, ხო? ახლა რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ მატიანე შემეცნებათასთან დაკავშირებით? ერთი მხრივ ჩვენ გავიგეთ, რომ ასონიშნების ორი განსხვავებული ვარიანტი ქონია, მეორე მხრივ ჩვენ გავიგეთ, რომ ქონია საკმაოდ სერიოზული ბაზა სხვადასხვა ასონიშნებისა, მაგრამ ჩვენ მაინც ჯერ კიდევ თუ შეიძლება ასე ითქვას, გაურკვევლობაში ვართ თუ არა სიბნელეში, თუ რა ასონიშნები იყო ის ასონიშნები, რომლებიც ხელით არ იყო დაწერილი. მაგრამ გარდა ამისა, მატიანე შემეცნებათა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტით გამოირჩევა ჩვენთვის და ეს გახლავთ ის ტყუილი, რა ტყუილიც ეხება ქართული ანბანის წარმოშობას. გაგახსენებთ, რომ მატიანე შემეცნებათა გვეუბნება, რომ ქართული დამწერლობაო ხუცურზეა ლაპარაკი, ანუ ქართულ ასომთავრულზე ებრაულსა და ქალდეურს უკავშირდებაო, ხო? და ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ ეს პირდაპირ ტყუილია, შეუძლებელია ასეთი რაღაც, ამიტომ ჩვენ უფრო სიღრმეში უნდა წავსულიყავით და მივედით ფინიკიურსა და შუმერულამდე და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მატიანე შემეცნებათა გვატყუებს იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდ სიღრმეში წავიდეთ. რატომ გვატყუებს? ანუ რისთვის დასჭირდა მატიანე შემეცნებათას ავტორს აი ასეთი ტყუილის თქმა. მოდით ვიტყვი იმას თავიდანვე, რომ ეს შემთხვევითი გამოყენება ტყუილისა არ გახლავთ. ეს არის გარკვეული ხერხი, გარკვეული მეთოდი, რომელსაც სხვათა შორის არა მხოლოდ მატიანე შემეცნებათას ავტორი იყენებს, არამედ ბევრი სხვა მეცნიერიც. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ მეთოდს, პირველად ამ მეთოდის შესახებ გავიგე 2000 წელს.
ქალბატონ ცირა ინწკირველისგან, რომელიც ასევე უზომოდ იყო შეყვარებული ქართულ კულტურაზე, ქართულ ფენომენზე, თვითონ მუშაობდა ვეფხისტყაოსანზე და ძალიან საინტერესო ნაშრომიც დაწერა იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდება და აი ერთ-ერთ ჩვენ ხშირად საუბრობდით ხოლმე მე მაშინ საზღვარგარეთ მუშაობდი თურქეთში ერთ-ერთ უნივერსიტეტში და როცა ჩამოვდიოდი ხოლმე ყოველთვის ხვდებოდით მე და ქალბატონი ცირა და ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ძალიან საინტერესო საუბრები უზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მიგნებებს და ასე შემდეგ და აი მაშინ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს მან ახსენა ტერმინი ჭრელობისა მეცნიერება და მე მაშინ მკითხე რომ რას ნიშნავს მეთქი და რას ნიშნავსო და ესეო თან ტყუილს რო გეუბნებიანო და თან რომ მართალსო მაშინ იცით თუ შეიძლება ასე ითქვას ცოტა უფრო ახალბედა ვიყავი ამ საქმეში და თანაც ძალიან დატვირთული ვიყავი უნივერსიტეტიდან და თუ შეიძლება ასე ითქვას ჯეროვანი ყურადღება ამ მეთოდიკას ვერ მივაქციე მაშინ მაგრამ მე უკვე თანობით რაც უფრო სიღრმეში შევდიოდი ხო კვლევასთან ერთად ვხედავდი რომ ეს ტყუილის ფენომენი ძალიან ხშირად ხდებოდა. აი ეს გაბუნდოვანება, რაღაცა კონტექსტისა, თუნდაც იგივე ლეონტი მროველთან რო ეს აი ეს შექმნა მწიგნობრობა ქართული რო სულ დავაიღო ხო რას გულისხმობდა იგი. აი ასეთი გაურკვეველი მრავალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მქონე ფრაზები ყოველთვის მიეკუთვნება სწორედ აი ამ მეთოდიკას. გაძლევენ ბევრს, გელაპარაკებიან ბევრზე, მაგრამ ამ ბევრში სინამდვილეში რაღაცა ისეთ ჩაგიგდებენ, ისეთ ეს ფრაზა იქნება, ეს წინადადება იქნება თუ რა, რომ თქვენ გაოცებული რჩებით, ამას აქ რა უნდა? ლოგიკურად ეს არაფერთან დაკავშირებული არ არის და რატომ არის, რისთვის ჩაწერა, ხო? ეს ავტორმა და რა არის ადამიანის ინსტინქტი? იგი ბუნებრივად ამბობს, ეს მთელ ტექსტში შემთხვევით მოვიდა და გადამწერმა ჩაწერა, ამიტომ ამას ყურადღებას არ აქცევენ. და თურმე არა, თურმე ყველაზე მეტად სწორედ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ესენია სწორედ ის წასაბორძიკებელი ადგილები, რომელმაც შენ უნდა გზიდან გადაგიყვანოს და სწორედ აი ამას სჭირდება გამოკვლევა. ეხლა რაც შეეხება ჭრელობისა მეცნიერებას, მე იმის მერე სულ იცით აი რამდენიმე წიგნი წამიკითხავს და სულ ვეძებდი აი ამ ტერმინს უშუალოდ ჭრელობისა მეცნიერება, როგორც რაღაცა აი ტყუილის თქმასთან და ამავე დროს სიბრძნესთან დაკავშირებული ტერმინი და მე უბრალოდ გაოცებული ვიყავი, როდესაც მე თვითონ აღმოვაჩინე, რომ სულხან საბა პირდაპირ ამ მეთოდიკაზე მეუბნება, როდესაც თავისი იგავები დაასათაურა სიბრძნეს იცრუითათი, პირდაპირ მეუბნება, რომ ქართველებს ჰქონდათ მეთოდი, რა მეთოდითაც, როდესაც გატყუებდნენ, იმაში თან სიბრძნეს გაძლევდნენ და ეს სიბრძნე იმ ტყუილში აუცილებლად უნდა იპოვო. და როდესაც უკვე მიცით სიტყვებს ვიკლებდი ეტიმოლოგიებს ვაკეთებდი და ასე შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ აი ეს ჭრელობისა მეცნიერება და ჭრელობა მოგეხსენებათ, რომ ეს მრავალფეროვნებასთან არის დაკავშირებული, ჭრელობისა მეცნიერება და სიბრძნე სიცრუისა, ხო, ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მიზანი კი ერთი აქვს, რომ მკითხველი ან დამკვლევარი დააბნიონ და ააცდინონ გზას, მაგრამ ისინი განსხვავებულ კონკრეტულ მეთოდიკას გადმოსცემენ სინამდვილეში. აი ახლა მე უბრალოდ მოგიყვანთ მაგალითს, ხო? აი მატიანეს შემეცნებათან, როდესაც გვეუბნება, რომ ხუცურიო წამოვიდა ებრაულიდან და ქალდეურიდან, ეს არის ტყუილი. ანუ ეს არის სიბრძნეს სიცრუისა. მაგრამ როდესაც მაგალითად ამირანიანიდან, ხო, ჩვენ გვინდა გავიგოთ ამირანის მამის სახელი. ნუ ყველასთვის ცნობილია, ვინც კი ამირანი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად ვიცით, ხო? ამირანის თქმულებები, ცნობილია ის ფაქტი, რომ ამირანის მამის სახელი დაუდგენელია. დაუდგენელი კი არის მართალია, მაგრამ დაუდგენელია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სახელია მოცემული. დაახლოებით 10 სახელია მოცემული სხვადასხვა ვარიანტში. ამირანის მამის ეგ დარჯელანია, ეგ სულკალმახია, იქ ამანია, რა ვიცი, იქ ჟადალია და ასე შემდეგ. და გარდა ამისა მოცემული აგრეთვე სოციალური რანგი, ანუ ზოგან მეფეა, ზოგან გლეხია, ზოგან უშვილოა და ასე შემდეგ. რატომ აკეთებს ამას აი ის, ვინც ეს გააკეთა, ვინც ეს ვარიანტები შექმნა, ხო? მიზანი ერთადერთია. ეს მიზანი არის ის,
ის რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ვერ გავიგოთ და ზუსტად ვერ გავაიგივოთ ამირანის მამასთან ესა თუ ის ამა თუ იმ სახელის მატარებელი გმირი. აი ამას უკვე ქვია ჭრელობისა მეცნიერება. ანუ როდესაც ბევრი გაქვს და აი ამ ბევრიდან არ შეგიძლია გამოჰყო და გააიგივო ის, რასაც ეძებ. მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ არა მხოლოდ ლეონ ტიმბროველი, არამედ მოსეხონელიც თავის ამირან დარეჯანიანში ამ მეთოდს მიმართავს, სულხან საბაც მიმართავს ამ მეთოდს, სხვათა შორის თეიმურაზ ბაგრატიონიც მიმართავს თავის ისტორია ებერიაში და გამოვიდა, რომ მე-11 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით ეს მეთოდი ქართველებისათვის ცნობილი ყოფილა, მაგრამ არა ყველა ქართველისათვის, რა თქმა უნდა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელდასხმული ქართველებისათვის, იმათთვის, ვისაც ხელ ეწიფებოდა და ჰქონდა უფლება მიახლოებოდა იმ დაუწერელ გასაიდუმლოებულ ისტორიას, რომელიც ქართველების დაუწერელი ისტორია გახლავთ. დაუწერელი კი არის, მაგრამ იგი გადმოცემული იყო და იმისათვის რომ საბოლოო ჯამში ჩვენ აი ეს ისტორია გაგვეშიფრა, ვინა ვართ, რა ვართ, საიდან მოვდივართ, კი არ გვეუბნებია, მაგრამ სინამდვილეში გვიკოდირებენ, რომ ჩვენ თვითონ ვეძებოთ ეს და აი როდესაც უკვე ვიწყებთ ძებნას, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ აი ამ ტყუილებთან მივდივართ. გამოვიდა, რომ 800 წლის მანძილზე მეფის ოჯახის წევრებს, მაგრამ არა ყველას სხვათა შორის, ასევე მაღალი ეკლესიური თანამდებობის მქონე ადამიანებს და აქაც არა ყველას, მხოლოდ და მხოლოდ ხელდასხმულებს ჰქონდათ იმისი უფლება, რომ ეს მეთოდი გამოეყენებინათ საჭირო დროს იმისათვის, რომ რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია მოეწოდებინათ ჩვენთვის იმ ჩვენი დაუწერელი ისტორიიდან. ამიტომ არის, რომ საბაც აი ესეთი მეთოდით გველაპარაკება და ჩვენ მერე გამოკვლევა გვიწევს, რატო ამბობს ამ სიტყვას და ასე შემდეგ. ლეონ ტიმბროველიც იგივეს აკეთებს, მაგალითად თეიმურაზ ბაგრატიონის და ასე შემდეგ. ეს მათი მეთოდია, მაგრამ ყველა საინტერესო ფაქტი ახლა ის არის, რომ ეს მარტო 800 წლით თურმე არ შემოისაზღვრება და სად მივდივართ საბერძნეთში და მივდივართ ჰეროდოტესთან. ჰეროდოტე მოგეხსენებათ, სულ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ისტორიის მამის სახელით არის ცნობილი, მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ჰეროდოტეს ტყუილების მამასაც ეძახდნენ. აი, როდესაც უკვე ტყუილების მამას ეძახიან ჰეროდოტეს, ხო, ეს უკვე თავისთავად ძალიან საინტერესოა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მეტნაკლებად იცის აი ამ მეთოდის არსებობის შესახებ. და ეხლა მე მინდა პატარა მაგალითი მოგიყვანოთ სწორედ ჰეროდოტეს ნაშრომიდან და მისი ტყუილიდან, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ. თავის მეორე წიგნის 104 თავში ჰეროდოტე საუბრობს ქართველებისა და უკაცრავად ეგვიპტელებისა და კოლხების ნათესაობაზე და მოგეხსენებათ, რომ იგი ამბობს, რომ ისაო რა ქვია, კოლხებიო ეგვიპტელებისაგან მოდიანო და მოაქვს იქ სხვადასხვა ისინი რა ქვია დამადასტურებელი ფაქტები, მაგრამ ამავე დროს ამბობს, გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წამოვიდნენ კოლხები ეგვიპტელებისაგან. იგი ასახელებს ეგვიპტის ფარაონს სესოსტრის, რომელიც სამხედრო ექსპედიციით წავიდა და შავი ზღვის სანაპიროს აუყვა ჩრდილოეთისაკენ და დაახლოებით ბულგარეთის ტერიტორიამდე მივიდა. და როდესაც უკან ბრუნდებოდა, იგი საქართველოში შეჩერდა. იქ მისი ჯარის გარკვეულმა ნაწილმა, მეომრების გარკვეულმა ნაწილმა მოინდომა საქართველოში დარჩენა და ჰეროდოტე ამბობს, რომ აი იმ ნარჩენი ეგვიპტელებისაგან წამოვიდნენ ეს კოლხებიო. თავისთავად ძალიან საინტერესოა. ახლა ვნახოთ რას გვეუბნება ჩემი კვლევა უშუალოდ და ძალიან ბევრი ნიმუში შეგიძლიათ თქვენ ეგვიპტური სახელების სიტყვების, თვითონ ტოპონიმიკის და ასე შემდეგ რელიგიური მთელი ფენომენების ქართული წარმომავლობა ჩემ წიგნში ნახოთ ქართულ-შუმერო-ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია და ყველაფერი ეს უფრო მეტიც. აი პირველი სახელი მაგალით ეგვიპტისა ეს გახლავთ შემოკლებით იწერებოდა მოგეხსენებათ ბერძნულში სახელების ნებისმიერი სიტყვა თანხმოვნებით იწერებოდა, ებჯადი იყო, ხო იქ, ამიტომ იქ იყო კმტ. აი ეს კმტ გაშიფრული არის გახმოვანებული უფრო სწორედ სხვადასხვა სახით და ერთ-ერთი მათგანი არის კემეტი,
და დღეს ზოგიერთი ეგვიპტოლოგი საუბრობს კემეტის ცივილიზაციაზე და ერთ-ერთი მაგალითად იყო არის ასეთი ლოპრიენო მეცნიერი ეგვიპტოლოგი, რომელიც ამბობს, რომ ესო იყოვო უნდა გავახმოვანოთო ეს სიტყვა როგორც კუმად და როგორც კი ეს კემეთ სიტყვის თუ კუმად სიტყვის, იქ რომ ქართველმა კუმეტი არ დაინახოს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს კუმეტი სულ იშლება, რამდენიმე ფენა დაახლოებით თუ არ ვცდები 6 თუ 7 ფენა უნდა ჩახვიდე სიღრმეში რომ აღმოაჩინო, რომელი როგორ გითხრათ, აი უმარტივესი, უელემენტარულესი მორფემებიდან მომდინარეობს აღნიშნული სიტყვა. ესე იგი, მე ჩემი კვლევებიდან იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰეროდოტე მატყუებს და მეუბნება, რომ სინამდვილეში, ესე იგი, ქართველები ეგვიპტელებისაგან კი არ მოდიან, ჩემი კვლევა მეუბნება, რომ არა, ქართველებისაგან მოდიან ეგვიპტელები. ეხლა ეს რომ მართლაც ასეა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ იგივე აი ამ სესოსტრისის ამბავი. ეგვიპტელების მიხედვით სხვადასხვა შეხედულებაა, მაგრამ ერთ-ერთი შეხედულების მიხედვით ეს სესოსტრისი ჰეროდოტეს მიერ ნახმარი სინამდვილეში იყო სენუსრეტი. და სენუსრეტი მე-12 დინასტია, ეს არის საშუალო სამეფოს პერიოდი, 2000 ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლიდან მოდის და სენუსრეტი იყო დინასტიური სახელი. დინასტიური სახელი რას ნიშნავს? იგი აი ამ შთამომავლობაში, ხო, ამ დინასტიის შთამომავლობაში მეორდება. და მართლაც ასეა, სენუსრეტი რამდენჯერმე მეორდება, ეს სამჯერ მეორდება, პირველ, მეორე და მესამე სენუსრეტი იყო და მეორე სახელი ასევე დინასტიური გახდათ ამენემჰატი, იქ კიდე 4 ამენემჰატი იყო. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ეს სენუსრეტი, რომელიც იშიფრება მხოლოდ და მხოლოდ ქართულით, როგორც შენ ხარ უშრეტი და ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის მზის ენერგიაზე, მზის მცხუნვარებას და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქართული გაშიფრვა პირდაპირ და ეს ეტიმონი, ხო, ეს არქეტიპი ქართული პირდაპირ ადასტურებს ეგვიპტელების მიერ მათი მზიური წარმომავლობის დოგმას. ესე იგი, ჩვენი ქართული სიტყვები ფაქტობრივად ამართლებს იმას, რასაც ეგვიპტელები ამბობენ. აქედან გამომდინარე, მე ფაქტობრივად ჰომეროსი მატყუებს და აი ესეც არის იმისი დასტური, რომ ჰომეროსი იყენებდა სწორედ აი ამ მეთოდს, სიბრძნე სიცრუისას მეთოდს და აქაც ესე იგი ტყუილები თუ შეიძლება ასე ითქვას, გვაძლევს გარკვეულ სიბრძნეს, გარკვეულ ცოდნას, ისევ და ისევ საოცარია, მაგრამ მაინც ქართველებისა და ეგვიპტელების შესახებ და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქართველების შესახებ. მაგრამ ჰომეროსითაც არ მთავრდება ამ ჩვენი მეთოდის გამოყენება. შემდეგი მეფე, რომელიც მე უნდა ვახსენო ახლა, ეს გახლავთ ურის მესამე დინასტიის მეორე მეფე. ეს გახლავთ შულგი. მე მახსოვს, რომ თქვენ მე მგონი ბატონ დავით ერთხელ შულგი ახსენეთ, ხო? შულგი მომდინარეობს ორი ქართული სიტყვიდან, ესენი გახლავთ წულ-ღირ, ანუ წული ღირსეული. მართლაც წული ღირსეული იყო შულგი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მეფე იყო, მეფე პატესი იყო უпростоრად, ანუ იყო თან მეფე და იყო თან უმაღლესი ქურუმი და როდესაც იგი მოვიდა ტახტზე, ააშენა უამრავი სკოლა, გააკეთა გზები, დაუკავშირა სხვადასხვა ქალაქები ერთმანეთს, შექმნა სპეციალური პროგრამებიც კი თვითონ არა ალბათ დაავალა, ხო, აი ამ სკოლებში სასწავლებლად და შულგი იყო აგრეთვე პირველი, რომელმაც მუდმივი ჯარი შექმნა. იყო არაჩვეულებრივი სპორტსმენი და აღწერილია იქ თუ რას აკეთებდა. აი ნახეთ რა ხდება ახლა და კიდევ ერთი რამ. შულგიც ისევე როგორც ქართველი მეფეების ხოთა შორის არაჩვეულებრივად იყო გარკვეული პოეზიაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი თვითონ იყო პოეტი და წერდა ჰიმნებს და დაახლოებით არსებობს, ზუსტად ეხლა ცოტა გამიჭირდება, მაგრამ 10-მდე თუ 12-მდე ჰიმნი არსებობს შულგის, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, მაგრამ არის ერთ-ერთი ჰიმნი, რომელსაც ქვია შულგი ბი და ეს ჰიმნი აღწერს
აი იმ საქმეებს, რაც შულგიმ გააკეთა. ეს არის საკმაოდ გრძელი ჰიმნი და წარმოიდგინეთ, ჩამოთვლის ერთ სიტყვის ერთ, მერე მადლობას წირავს, ესე იგი ღმერთებს, რომ ესე იგი მათ შეაძლებდნენ სამის გაკეთება, მერე მეორეზე გადადის, მესამე, მეოთხე, ჩამოთვლის ასე მიდიხარ ქვევით. და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შულგი მხოლოდ და მხოლოდ თავის, ასე ვთქვათ, მიღწევებზე საუბრობს და უცებ სულ რომ არ არის არაფერთან დაკავშირებული, შულგი ამბობს და მე ახლა ზუსტად იმ ინგლისურ ფრაზას გეტყვით, რა ინგლისური ფრაზა შულგი ბიში არის გამოყენებული და აქვე მოგახსენებთ მის ქართულ თარგმანსაც. What is the use of lies without truth? რა სარგებლობა აქვს ტყუილს ჭეშმარიტების გარეშე. ანუ შულგიმ პირდაპირ ერთ წინადადებაში ჩვენ გვითხრა, რომ მე ჩემს ჰიმნებში ვიყენებ სიბრძნე სიცრუისას მეთოდს და მართლაც ასია. და ეხლა მაგალითს მოგიყვანთ შულგიბიდან ისევ. როდესაც აი ამ საკითხებზე მსჯელობს შულგი, ანუ რა გააკეთა მან, უცებ აქ ჩართავს იმასაც, რომ მისნაირი განათლებული პიროვნება არ მოიძებნება შუმერში, რომ მან არაჩვეულებრივად აითვისა შუმერული წერის ხელოვნება და აქვე ამბობს, რომ მან იცის კაცობრიობის ისტორია. და დაუკვირდეთ ახლა რას ამბობს. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც მეფობა დაეშვა ზეციდან, იმ მომენტამდე, როდესაც კაცობრიობას დამოუკიდებელი განვითარება შეეძლო. ეს ფრაზა, მხოლოდ და მხოლოდ ეს ფრაზა ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ჩვენი დღევანდელი მეცნიერების პრობლემა საკითხი თუ საიდან მოვდივართ, რომელიც ჯერ კიდევ პასუხ გაუცემელია, შულგისთვის აბსოლუტურად ნათელი იყო. მან შესანიშნავად იცოდა ეს, მაგრამ ახლა შევხედოთ ასირიოლოგების დამოკიდებულება რა არის. ასირიოლოგები ამბობენ, რომ ეს ზღაპარია, ახლა ეს როგორ შეიძლება, რომ ასე იყოს და სინამდვილეში შულგი ჩვენ სწორედაც რომ სიბრძნე სიცრუითაც გველაპარაკება და გვატყობინებს, რომ აი მე მაქვს ისეთი რაღაც დაფარული ინფორმაცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიას შეეხება. და ჩვენი ვალი რა არის? რა თქმა უნდა ის, რომ გამოვიკვლიოთ რა დაფარულ მეცნიერებაზე გველაპარაკება იგი და იგი ქართული წარმომავლობის პიროვნება. შეგახსენებთ, რომ დინასტიები ეს იყო ერთი ოჯახის, ერთი მამის შთამომავლები, ხო? და თუ შულგი იყო ქართველი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მისი შვილი და მისი მამაც ქართველი იყო, იმიტომ რომ დინასტია იყო. აი ასეთი და გამოდის, რომ ეს ნეოასურული მთელი პერიოდი, ეს გახლავთ ძველი წელთაღრიცხვის 2114 წლიდან ძველი წელთაღრიცხვის 2004 წლამდე მთლიანად ქართული უпростоრად დინასტიის ხელში გახდათ. და ამას როგორ გვაწვდის შულგი? რა თქმა უნდა ისევ სიბრძნე სიცრუისას მიხედვით და ეს კი გამოდის, რომ ჩვენ აი ეს მეთოდი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ისტორიულ წყაროებში, აღმოჩნდა, რომ ყოფილა 4000 წლის. ახლა ამის შემდეგ ამ ჭრელობისა მეცნიერების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლიათ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, შემდეგ სფეროზე, მოდით ასე ვიტყვი, სადაც ჩვენ დასკვნები გავაკეთეთ, ეს გახლავთ ენათმეცნიერების სფერო და აქედან მხოლოდ ორ რამეს დავასახელებ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანბანებზე, რა თქმა უნდა, ანბანის უკან დგას მთლიანად ეს ენობრივი სისტემა და თუ ანბანი ქართული დამწერლობა აკავშირებს შუმერულსა და ფინიკიურს ერთმანეთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ენებიც აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყვნენ. და აქ მე შეგახსენებთ, რას ამბობდა ნიკომარი, რომ ქართულიო დაკავშირებული უნდა იყოსო სემიტურთანო და მართლაც ფინიკიური, ხო, იგივე სემიტურია, ხო, დაკავშირებული უნდა იყოს სემიტურთანო, მაგრამო ისინიო ძალიან ახლოს არ არიან, ერთმანეთის ბიძაშვილები არიანო. ესე იგი, იქ უფრო აი ეს კავშირები უფრო გაფერმკრთალებულია და მეორე მხრივ შუმერულს რაც შეეხება, გაგახსენებთ გიორგი წერეთელს, რომელმაც არაჩვეულებრივი სტატიები დაწერა
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც იგი შუმერულსა და ქართულს ერთმანეთს უდარებდა და აქვეყნებდა ამ სტატიებს, როგორც ინგლისის აზიური საზოგადოების ჟურნალშია გამოქვეყნებული მისი რამდენიმე სტატია, ასევე საქართველოშიც არის გამოქვეყნებული ჟურნალ გვირგვინში. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ამაზე რომ საუბრობდნენ, რა თქმა უნდა, აი ამ თემატიკას გაღრმავება სჭირდებოდა. რაც თქვა ნიკომარმა, რაც თქვა გიორგი წერეთელმა, აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რასაც მატიანე შემეცნებათა გვეუბნება, რომ ერთი მხრივ ფინიკიურთან არისო, უკაცრავად ებრაულთან არისო დაკავშირებული და მეორე მხრივ კიდე შუმერულთან, ხო? ესე იგი, აი ამ თემატიკასაც სჭირდებოდა ჩვენგან ძალიან დიდი ყურადღება. ახლა შემდეგი საკითხი, ხო და ამასთან დაკავშირებით ალბათ დავამატებ იმას, რომ თანამედროვე ენათმეცნიერებაში, ხო, შუმერული იზოლირებული ენა, იგი არც ერთ ენას არ უკავშირდება, ასევე ფაქტობრივად არის ქართველური ენები, რომლებიც კი შედიან იბერიულ კავკასიურ ენათა ჯგუფში, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ცალკეულ ჯგუფს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, აი ეს ცალკეული ეს იზოლირებული თითქოს ენები, ენათა ჯგუფები უпростоრად, აი ასეთ საოცარ ჰარმონიულ ურთიერთობას ქმნიან, როდესაც ამბანებთან და როდესაც ენობრივი მასალის კონკრეტულ ანალიზთან მივდივართ ხოლმე. და ახლა მეორე საკითხი ენათმეცნიერული, ეს გახლავთ ზეინფორმაციული ჯგუფის არსებობა. ზეინფორმაციული ჯგუფის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმდენად რამდენადაც თუ ჩვეულებრივი დღეს არსებული ენათმეცნიერული სტუდიების მიხედვით ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთის შესაბამისობა და აქ ჩვენ ვიკვლევთ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის ლექსიკურ მნიშვნელობას, ხო? როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ზეინფორმაციულ ჯგუფთან და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კიდევაც, ხო? ზეინფორმაციულ ჯგუფთან, ზეინფორმაციული ჯგუფი ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას და ეს ინფორმაცია არის კოდირებული ინფორმაცია, იმიტომ რომ იგი სხვანაირად არ მოგვეწოდება მხოლოდ და მხოლოდ დაფარული გზით. ამიტომ ის რაც ჩვენ გვაქვს თანამედროვე ენათმეცნიერებაში, ხო, ეს ეტიმოლოგიური სტუდიების მიხედვით და ის რაც არის ზეინფორმაციული ჯგუფი, აუცილებლად უნდა ერთად იქნეს განხილული და ერთ მთლიანობაში უნდა იყოს ეს ყველაფერი დანახული იმისათვის, რომ ჩვენ ვნახოთ აი ის ძალა, ის ენის, ის კატასტროფიული ძალა, რომლის მიხედვითაც ენობრივი სისტემა და მისი ფესვები, მისი არქეტიპები ამყარებენ ჩვენთან კომუნიკაციას, ჩვენ გველაპარაკებიან, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა კითხვები დავსვათ და იმ კითხვებზე პასუხებსაც კი ვღებულობთ ხოლმე. შეიძლება ზუსტად იმ მომენტში იმ კითხვაზე არ მივიღოთ პასუხი, მაგრამ ზოგადად მეცნიერული კვლევის დროს თუ შენ სწორად მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე აუცილებლად მიიღებ პასუხს. აქედან გამომდინარე, აი ამ ზეინფორმაციული ჯგუფის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ენათმეცნიერული ფენომენი გახლავთ. ამით მე ვამთავრებ ამ სამ სფეროზე საუბარს და ახლა მინდა გადავიდე პალეოგრაფიაზე, ანუ მეოთხე საფეხურზე და ამ მეოთხე საფეხურს ეხლა ჩვენ აი ამ ცხრილის მიხედვით განვიხილავთ. როგორც ხედავთ, ცხრილის თავში მოცემული არის ქართული ასომთავრული ანბანი, რომელიც მოიცავს თავის თავში ორივე ფაზას, ხო? ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ამიტომ მე ბევრს ამაზე არ ვისაუბრებ. პირველი ფაზა, ესე იგი, ლურსმული დამწერლობა პიქტოგრაფიულთან ერთად, ფაზა მეორე ანბანური დამწერლობა, მაგრამ ეს ორივე მთლიანად ქმნის დედამიწაზე სადამწერლობო სისტემების განვითარების მთელ სტრუქტურას. აქ ყველაფერია. ამის იქეთ დამწერლობა დედამიწაზე არ არსებობდა. იყო პირველი და იყო მეორე ფაზა და ეს ორივე ფაზა ქართულ ასომთავრულში გაქვთ მოცემული. სხვა დამამტკიცებელი საბუთებიც არის, მაგრამ ამ წუთში მე ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. აი ამ ერთ სადამწერლობო სისტემაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათი გაერთიანება ხდება ორი სხვადასხვა კუთხით. პირველი ეს გახლავთ გრაფიკული კუთხით გაერთიანება. ანუ პირდაპირ თვალხილულად, ხო, მოცემული გაქვთ ის ნიშნები და ისეთი მსგავს
ისეთი იდენტური ნიშნები, რომ უბრალოდ არ შეგეშლებათ, ერთი და იგივეა და რანაირად შეიძლება რომ ის შეგეშალოთ და მეორე მოცემული არის სახელდებით. გავიხსენოთ ახლა რომ გრაფიკა და სახელდება ეს არის ის სისტემური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ამბანები იგება ხოლმე. მაშა ასე გრაფიკულად შუაში გიზით ხუცური, ანუ ქართული ასომთავრული. რატომ? იმიტომ ისევ და ისევ რომ ერთი მხრივ შუმერშია, მეორე მხრივ ფინიკიურშია. აი ასე მოყავს ორივე ერთად. ამ შემთხვევაში უკვე არა ფაზების მიხედვით, არამედ გრაფიკული ნიშნების მიხედვით. ხუცურში 34 ასონიშანი ჩვენი ხარი, ხო, რომელიც წარმოადგენს ხარის აი ამ სახის სტილიზირებულ გამოხატულებას. ხარით ჩანს ქვემოთ. ხო, ძალიან კარგი. ხარის სტილიზირებულ აი ამას სტილიზირებულ გამოსახულებას ჩვენ ნახულობთ ამის აბსოლუტურად იგივე გრაფემას უკვე შუმერულში, ხო? შუმერულში, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ შუმერულში აი აქ შეხედეთ კითხვის ნიშანი მიწერია სახელდებაზე, როდესაც მივიდა. შუმერულში ამ ნიშნის სახელი არ იციან. ეს შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ქართველები მივხვდეთ, იმიტომ რომ შუმერულ ლექსიკაში მე მაქვს დეხარ, რაც ნიშნავს ღვთაებრივი ხარი და ეს დეხარ რომ პირდაპირ ქართული ხარია, ახლა ამაზე ორი აზრი აღარ არსებობს, ხო? მაგრამ შუმერული დამწერლობა და ეს გრაფემები მე აგრეთვე მეუბნებიან რომ მე კიდევ ალეფიც მაქვს. აბა შემომხედე კარგათო და ალეფი ცალკეც არის. აი გამოხატულია აქ ალეფის ერთ-ერთი ნიშანი შუმერულში, მაგრამ არის აგრეთვე კომპოზიტი ნიშანი, სადაც ხარი და გუთანი ერთად არის გამოხატული და მე ვფიქრობ რომ თქვენ გახსოვთ ის ნიშანი. აქედან გამომდინარე მე აქ ორივე მაქვს და ქართული თუ ღიად უკავშირდება ხარი ჩვენი 34 შუმერულ ხარს, რომლის სახელიც შუმერებმა და ასირიოლოგებმა არიციან, სამაგიეროდ აი ამ ალეფის ნიშანს ქართული უკავშირდება გასაიდუმლოებულად. ისევ სიბრძნეს სიცრუის მეშვეობით, ისევ დაფარული სახით, სადაც მოცემული არის უკვე ჯანი, დიაგონალური ნიშანი. გაგახსენებთ, ერთადერთი დიაგონალური ნიშანი, რომელიც წარმოადგენს გრაფიკული აგების სისტემის პრინციპის დარღვევას და სინამდვილეში თურმე ეს დარღვევა კი არ ყოფილა, ანუ ტყუილი კი არ ყოფილა, არამედ ამით მეუბნება იმას, რომ აი ამ ჯანით მე უკავშირდები როგორც შუმერულ აი ამ ნიშანს, ასევე ფინიკიურ ხალებს, ანუ მთელი გრაფიკული სისტემა შეიკრა აი ამ გინდათ ამბანური და ზოგადად დამწერლობის სისტემის აი ამ პირველი ასონიშნისა, იმიტომ რომ ხარდაჭერ გუნდს თხოვ რომ გაადიდოს ეკრანი, რომ ჯანიც გამოჩნდეს ქართულ ანბანში. აი სულ დაბლა რომ საქმეად დავწიოთ. აი ეს ჯანი. დიახ. ხო. და ახლა გადავიდეთ სახელდების პრინციპზე, ხო? ესე იგი გრაფიკაზე ვისაუბრეთ, რაც შეეხება სახელდებას, აქაც ცენტრში ხუცური მაქვს, აქაც ასომთავრული მაქვს, იმიტომ რომ აქ მე ხარი მაქვს სახელი. აი ეს ხარი როგორც უკვე ვთქვით, შუმერულ დეხარს უკავშირდება, მაგრამ ამ ფინიკიურსაც უკავშირდება და ჩვენ ვთქვით, რომ აი ეს ხალები იყოფა, ხო? პირველი ძირი ხალ, რაც არის, ის პირდაპირ ხარს უკავშირდება და არა მარტო ხარ, არამედ მე აქ მაქვს ყალიბით, თავით, მამაშვილის მთვარისა და მისი სამსხვილო ცხოველის მორფემები, ფორმულები უკაცრავად და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ აი აქ რა ხდება. დავიჭერ ისევ. დავდოთ, ხო? მაშა ასე, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო თუ გახსოვთ თაუს ამბავი, ხო? 22 ასონიშანი ფინიკიური ამბანისა, რომელიც პირდაპირ მეუბნება, რომ მე ის ამბანია, რომელიც უნდა ამომაყირავო. მე უნდა სინით დამიწყო, ანუ მე უნდა დამიწყო მთვარით, ანუ იგივე შენი საკუთარი თავით უნდა დაიწყო ეს ამბანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინიკიური ალეფი ფინიკიური ალეფი თავის მამას უთმობს ადგილს, თავის მამას უთმობს სტატუსს, იმიტომ რომ ის უნდა იყოს პირველი. აქედან გამომდინარე, ქართული ასომთავრული აი ამ ფინიკიურ ხალებს ჩამოაგდებს თავისი ტახტრევანიდან, ძირს დასცემს მას, კლავს მას, რა თქმა უნდა მეტაფორულად ვსაუბრობ, კლავს მას და კლავს მას იმისთვის, რომ დაემსგავსოს იმ პირველ ამბანს, იმას, რომლისგანაც იგი წამოვიდა, იმ მამა ამბანს და ქართული ასომთავრული ამ შემთხვევაში აი სწორედ ის მამა ამბანი გახლავთ და მართლაც ჩვენ ხო მაშინ ისიც ვახსენეთ, რომ შუმერულ
შუმერული მითოლოგიებმა მეუბნება მე რომ მთვარე მამა ხარი კი მისი შვილია. აქედან გამომდინარე გამოდის რომ მე თუ ანით მეწყება ქართული ასომთავრული და ეს ცის ღმერთი და მთვარის ღმერთია, ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი ხუცური ამბანი ეს გახლავთ მამა ამბანი, ხოლო ფინიკიური რომელიც ხალეფით იწყება, ის უკვე გახლავთ ჩემი შვილი ამბანი. და აქ კიდევ ერთი საინტერესოა, წეგან ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აი ეს ხალეფი ჩამოვარდება, ხო? ჩამოვარდება იმიტომ, რომ ესეც შუმერული მითოლოგიებით არის განპირობებული. მითოლოგიებმა მეუბნება, რომ მთვარის სამსხვერპლო ცხოველი არის ხარი. ანუ მივიღეთ, რომ მთვარის შვილიც ხარია და ეს ხარი, შვილი, მერე მამის სამსხვერპლო ცხოველია. რანაირი სამსხვერპლო ცხოველია. იგი მამისა მართლა კლავს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, მამაშვილს, რა თქმა უნდა არა. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მეტაფორული გადატანის თვალსაზრისით, იმიტაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვითომც და სიკვდილის, მაგრამ ეს არის სასიხარულო ამბავი, იმიტომ რომ როგორც კი ჩამოვარდება ხალეფი ძირს, იგი სხვაგან ვერცად ვერ წავა, აუცილებლად ქართულ ასომთავრულ ხართან უნდა დაჯდეს. იმიტომ რომ ის 34 და ბოლო ასონიშანია, ხო? აქედან და ჯანი კიდევ თვითონ ამოტრიალებული ხალეფია. აქედან გამომდინარე იმ მომენტალურად უკვე შუმერულისა და ქართულის გავლენით ღვთიურ რანგში ადის. აი ასე კვდება და ასე ადის ღვთიურ რანგში ეს ჩვენი ფინიკიური ამბანი, რომელიც არის შვილეული ამბანი და ეხლა მოდის კიდევ ერთი ძალიან ჩემის აზრით საინტერესო დასკვნა. თუ ფინიკიური ამბანი არის შვილეული ამბანი და ამავე დროს ფინიკიური ამბანი არის წარმომშობი და წყარო დღეს არსებული უამრავი ამბანისა დედამიწაზე, რომელიც ასო ანით ან 8 იწყება, ხო, ან 10 იწყება. ეს გამოდის, რომ ყველა ეს ამბანი ეს იქნება ლათინური, ეს იქნება ბერძნული, ეს იქნება სლავური, თუ რომელიც გინდათ აიღეთ, ყველა ეს ამბანი თავისი სტატუსით ყოფილა შვილეული ამბანი. ანუ ქართული ასომთავრული თავის მამის სტატუსს ინარჩუნებს, ხოლო დღეს არსებული ყველა ამბანი, რომელიც ფინიკიურიდან მომდინარეობს, ჩვენ ვიცით ხო ეს სემიტურიც და იქეთ კიდევ ინდოევროპულიც, ეს ამბანები სულ ყველა შვილეულია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ შვილეული ამბანი მერე მსხვერპლად ეწირება, ხო, მამას, მთვარეს. და ეს გზა ფინიკიურმა ალეფმა უკვე გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს იქნება თუ ხვალ ზუსტად იგივე გზა. დანარჩენმა შვილეულმა ამბანებმაც უნდა გაიარონ. და აქ მე მახსენდება ქებაი და დიდებაი. და მოგეხსენებათ იქ რაზეც არის საუბარი დამარხული ქართული ენისა და რა თქმა უნდა ქართული ამბანის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიდეს, აუცილებლად უნდა აღდგეს და აი ეს საიდუმლოება, რომელიც მასში არის დამარხული, ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ის, რომ ყველა არსებული ამბანი, რომელიც კი მომდინარეობს ფინიკიურიდან, ყველა უნდა შეეწიროს მამა ღვთაებას. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არ არის უბრალო შეწირვა, ეს არის შეწირვა იმისათვის, რომ ღვთაებრივ რანგში ავიდნენ ქართულ ამბანთან ერთად. აი ამით მსურს დავამთავრო მე ჩემი დღევანდელი საუბარი და მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ 5 საუბრის განმავლობაში ყურადღებისთვის, მოსმენისთვის. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო ანა. 5 საუბარი, 5 გადაცემა მიეძღვნა ქართულ ანბანურ სისტემას, მიეძღვნა ქართველების და შუმერების ცივილიზაციების ურთიერთობას. მიეძღვნა იმ დიდებულ მომენტს, როდესაც გამოდის შუქზე სინამდვილე ქართველებისა, ქართული ენისა და ქართული ანბანური სისტემისა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ანა მესხს, უდიდეს ქართველ
მეცნიერს. დიდი მადლობა ქალბატონო ანა. მადლობა. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ გვექნება ჩვენ საშუალება რომ გავაგრძელოთ საუბრები ქალბატონ ანა მეცხთან უკვე სხვა თემატიკაზე, რომელიც მის უძვირფასეს წიგნებში მოიპოვება. ქალბატონო ანა, კარგია რომ ვაცნობოთ მაყურებელს თუ როგორ შეიძლება თქვენი წიგნების მოძიება, ნახვა, იმიტომ რომ უკვე ბევრი მეკითხება, სად შეიძლება რომ ნახოთ მისი წიგნები. ხო, ხო, ეს არის ასეთი მაღაზია, რომელსაც ქვია Mioshop.ge, ელექტრონული მაღაზია, რომლებსაც ასევე სახშიც მიაქვთ ხოლმე წიგნები, ნაყიდი წიგნები, მათ გააჩნიათ თავისი Facebook გვერდი, Instagram-იც გააჩნიათ და სხვა სოციალური ქსელებშიც არიან წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის Mioshop.ge. თბილისის ფარგლებში ისინი წიგნებს 24 საათის განმავლობაში აწვდიან და რაიონებში კი ჭირდებათ დაახლოებით 2-3 სამუშაო დღე. ტელეფონი მითითებული აქვს, წავიკითხავ ყოველ შემთხვევაში 599 933 701. დიდი მადლობა. დროებით მომშვიდობებით ქალბატონი ანა მესხის დიდებულ სამყაროს. იმედი გვაქვს რომ მალე ჩვენ საუბრებს გავაგრძელებთ მასთან. დიდი მადლობა ქალბატონო ანა. მადლობა. შეხვედრამდე.